მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც კანაფის ნაწილობრივი ლეგალიზაცია მოხდა 10 წლის წინ დაახლოებით, საზოგადოებაში არ იყო ამაზე დისკუსია. არ იყო საერთოდ რა მოხდა. იმიტომ რომ არავინ ხო არ ამბობს, რომ წაი და მოწეო და ეს კარგი არის. მაგრამ ის რომ ბიოთი აღარავინ არ კვდება, კვლევები არსებობს, რომ გაქრა გამოყენება რამდენიმე წელიწადში ბიოსი და აი უამრავი ადამიანი გადარჩა მარტო ამის გამო თუნდაც. ეს ხო არის საზოგადოებრივ ცნობილი ფაქტი. და ამიტომ ადამიანების თავში რაღაც ეს თუ ნარკოტიკი დაარქვეს თუნდაც კანაფს. აი კანაფი იქნება, ექსტაზი იქნება, ჰეროინი იქნება, რაც კაკადილი და რაღაც აი სულიად განსხვავებული რაღაც ძალიან საშიში და ნაკლებად საშიში. ერთი უბედურება. და როცა გჭირდება თქვა რაღაც გული მოიგო ამორჩევლის მithumetet სულ სიტუაციაში, მძიმე სიტუაციაში, პოლიტიკურ რაღაც დაძაბულობაში, რა უნდა გააკეთო? გამოხვიდე და ამ უბედურებას და ბრძოლა დაიწყო. არაინფორმირებული ამორჩეველი იტყვის, რომ არა, კარგი არისო და მე იწყებ რაღაც უნდა ქნა, რაღაც უნდა დაიჭირო და მართლა იმას ხო არ დაეჭერო, ვინც 100 კილოგრამი ჰეროინის ტრაფიკს უზრუნველყოფს. ნახევარი სულის დაჭერა მოგიწევს სავარაუდოდ. მაგრამ დაიჭერა იმას, ვინც რა ვიცი, 3 ბუჩქი კანაფი აქვს. და მეორე მხრივ ეს ხალხიც, როდესაც ნარკოპოლიტიკა კაცდებოდა, ჩვენ ზაფხულში მიტინგი მოვაწყო. და იქ, რა ვიცი, რამდენიმე 100 ადამიანი იყო. ქვეყანაში რამდენიმე 100,000 ადამიანია კანაფის მომხმარებელი. და რა ვიცი, უმრავლესობა როგორც ჩანს ქართულს მოწოდებს ხმას, იმიტომ რომ მარტო ამით ოპოზიცია მოიგებდა. ეს რომ მარტო ოპოზიცია ამორჩეული იყოს. ჩვენ ხო არ გვაძლევენ და არ გვაძლევენ, გასაგებია რაოდენობრივად ჩვენი ამორჩევის რაოდენობა და კანაფის მომხმარებელი. ხო და წამოიდგინეთ რომ ის ხალხი, ვინც ეწეოდა ან რა ვიცი, რამდენიმე ბუჩქი ქონდა სახში, ეგონა რომ მას არ შეეხებოდნენ, პოლიტიკურად არ დაფიქრდა, ან პოლიტიკური კულტურის ამბავის არის საბოლოოდ ჩვენ ქვეყნით და მიიღეს რაც მიიღეს. და პლუს მე მგონია რომ ზოგადად რაღაც ტიპის გაუნათლებლობა ქართულს ნებაშიც არის. უბრალოდ აი მე ვერ დავიჯერებ რომ საბოლოო ჯამში ასეთი ბოროტები არიან, რომ იმდენ ადამიანის ცხოვრებას ანგრევენ ამ თავის ნარკოპოლიტიკა, იმდენ ადამიანს ხოცავენ საბოლოო ჯამში, ანუ მე ვერ დავიჯერებ რომ თავრობა შეიკრება თქვა რომ მოდი ხალხი დავხოცოთ. უბრალოდ ვერ ხვდებიან რომ ეს გარდაუვალი შედეგია, რაც არ უნდა ილაპარაკონ საბოლოო ჯამში ახალგაზრდები გამოიყენებენ უარეს ნარკოტიკს და მითხრა რომ იმ ფონზე როცა ამ უარესი ნარკოტიკის მისაგნებად არის ბევრი ხრელი ქვეყანაში და სულ იქნება, იმიტომ რომ რაც უფრო ერთ ხვდებს რომ ამოავსე, შეიძლება იმ მომენტში შემცირდეს მიწოდება. მაგრამ მომხმარებელს ხო მაინც სრული აქვს ნარკოტიკი იპოვოს. ესე იგი ის ხო უფრო მეტის გადამხდელი გახდება. თუ ის რომ მეტს იხდის ამ ნარკოტიკში. ესე იგი მომგებიანობა მიწოდების ხო იზრდება. ამიტომ ნარკოტიზატორი ეცდება რამე სხვა გზა იპოვოს.